გამარჯობათ მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ეხლა ამ ვიდეოს გადაღება გადამეღო, არ გადამეღო, არ ვიცოდი, მაგრამ მე ბოლოს მაინც გადავწყვიტე. საქმე რაში ეხლა მეგობრებო, უყურეთ. ეხლა ჩვენი ტრაილერი ძღოლები და ვინც ამერიკაში მუშაობთ, რაღაც რეფორმები შემოიღეს. ცოტა ეზოპეს ენით ვილაპარაკებ ამ გამკაცრეს რა ეს ლოგბუკის შესახებ გამომდინარე და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შეზღუდვები შემოვიდა რა და უკვე მე პირადად შეზღუდებიდან გამომდინარე სულთა ჩემი პირადი იქიდან გამომდინარე უკვე ღირს თუ არ ღირს მუშაობა აი ვერ გადამიწყვეტია და აი დაველოდებით ალბათ 4-5 დღეში გვეტყვიან და არ არის გამორიცხული რომ ტრაილერზე მუშაობას თავი დავანებო და არ ვიცი აზრი არ აქვს წამოვიდე თბილისში. ვინც ჩემ იმებს უყურებს ხოლმე ამ იმებს თქვენ იცით მე რატომ მოვდივარ ხოლმე აქა უნდა გიღიდეს რაღაცის გურისთვის. ეხლა თბილისში 1000 გეგმები 1000 რაღაცა გვაქვს, მაგრამ რაღაც განსხვავების გამო იმასა და სარგებლობდი ამ განსხვავებით და ჩემი ფიზიკური შრომით მინდოდა ცოტა წინ წავსულიყავი ფინანსურად, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც შეზღუდები შემოაქვს და უკვე აღარ მიღის და ისევ ჩემს სამშობლოში შეიძლება დავბრუნო. არ ვიცი, ნახოთ ეს უბრალოდ ისე ძღოლები ვინც ტრაილერზე მუშაობენ ისინი მიხვდებიან რასაც ვამბობ და ნახოთ თუ გავაგზავნე თუ არა და თბილისში მაინც ჩამოვა. ამ შეზღუდებიდან გამომდინარე შუა უდაბნოში ვარ და რაღაცა რაღაც პერიოდი დრო უნდა გავჩერებულიყავი და ჩვენთან რო ხო იცი როგორ შეძლებს და გვაროს როგორც მოგწონს იმის მიხედვით ვაკეთებდით ადრე და ეხლა აი ესე შეშინებული ასე მოვდიოდი მეთქი ეხლა აქ სად გავჩერდე მეთქი და ნახეთ იუტას უდაბნოებში ვარ სიცხე არის 42 გრადუსი და ნახეთ აი ესე ტრასა ხო მიდის და სასურველი იყო ისეთ ადგილას გავჩერებულიყავი სადაც თქვა ტრაქსტოპზე სადაც ბენზინი ჩავასხავდი ან საჭმელი შევჭამდი ან რამის და მაგვარს და მეშინოდა რომ ის არ დამერღვია ეს რაღაც კანონი დროსთან მიხედვით და აი გამიმართა და უცბად აი რაღაცა რესტარია შემნიშნე და შემოვარდი ახლა და ზუსტად ჩავეტი იმ დროში რაშიც უნდა მოსულიყავი, მაგრამ ესეც ხეირია. ხვალ გავაგზავნებთ ისევ იმ დროიდან გამომდინარე როგორც ითხოვს იმ მიხედვით სიარულს, მაგრამ ეს წეღანავს თქვი და სამწუხაროდ სიარული ჩვენ არ გვაწყობს. კარგით, ნახოთ ეხლა ადგილია უდაბნოში ვართ, მაგრამ აგერ გამოჩდეთ ამხილა ყავია და აქ რა უნდა? ჩვენ ხო ისა ვართ მონადირეები და არ გაფრინდა. რა გეგონა ეხლა რომ იქ შორს გაფრინდა და აი ჯანდაბას დავიდეთ გადასახედია და ასე მოუზადებდათ პიტაპი თათარა იახლათ. აი რაღაცა წარწერაა და ნახოთ აბა რას თავაზობს და რა ადგილას ვართ. ჩვენ სტილში შემეცნებითი და ასე თქვათ საინფორმაციო ტური გავაკეთოთ ჩვენებურად. ეხლა 40 გრადუსი კი არის. სიცხე და უკვე მე წავიკითხოთ აბა. ისინი რაღაც იაპონელი ზღვანან. ეხლა მე წავიკითხო და მე უცბად გეტყვით სადა ვართ, როგორ ვართ. What's next? არა, მოდი იქი წავიდეთ ჯერ. ეს აშკარად უკვე ამერიკელები არიან, აშკარად იაპონელები არიან. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ უკვე ამდენი ხარს რომ ნახულობთ. უკვე ხვდები ხოლმე ვინ არის, მაგრამ მოდი ხა წავიკითხოთ რა ხდება. ეს უყართ ხოლმე ეს ჩვენ რო ვიცით რესტარია, დასასვენებელი ადგილი, მაგრამ ეხლა ისიც ხება. როგორ უნდა დაესვენა, მაგრამ აი სადა ვართ ეხლა ჩვენ. წავიკითხო Utah Canyon Land Travel Region. გახსოვთ აქ რო ვიყავით ჩვენ ჯერ ვიდეოში ამ ადგილებში და აი აქაც ვიყავით ნამყოფი ვართ, ეს იუტას ინფორმაციას გვეუბნებია. ვინმე აქ რა ლამაზე ყოფილა ეს კანიონი იუტაში ეს საერთოდ ვეთფრენით რო გადაული მაშინ უფრო სასწორია. მოდი ხა წავიკითხო სადა ვარ და მე გეტყვით. გავაგზავნე ეს მოაბი იქით ხარ ეს არის, მაგრამ მოდი წავიკითხავ ახლა ცოტა ხანში.
გეტყვით ყველაფერს. Arches National Park located just 5 miles north of Moab. This Arch Park soaring colors and central pines. After geological pharmacy colossal provides scenic drive take visitors. კიდო წავიკითხოთ აქეთ რა ხდება ხავერ ნაციონალურ მუზეუმში და ხო, ერთ სიტყვით ეს ტერიტორია ყოფილა არჩ ესე იგი ჩვენთან როა რა ქვია ალაზნის ველი ამას ეძახიან cultural ეს კი ტერიტორია და აი ეს სურათები რო იყო ვაიმე ეგ ტრაქსტოპი ყოფილა რაც ხედავ მე უკვე ვერ მივალი ხა უკვე მოსული ვარო დროს გასული ანუ ხო და აი ეს ტერიტორია ისე ზემოდან უყურეთ და აი თავაზობენ ვეთფრენებით გასვლას რა ეტყობა აი ცენტრი ტრაქსტოპი ყოფილა ყოფილა აი ხედავ ვეთფრენებით საექსკურსიო ისმას ექსკურსიას რა ასე ვეთფრენს დაიქირა ეგეთ განანეთი ცოტა იქით მოშორებით ახლა ჩანს თუ არა ვერ ხდები აი იქით და ქირაობ და მე აი ამ ტერიტორიაზე ახლა აი ამ თელ ტერიტორიას ქვია Arch National აი მოაბი არის იქით მოაბის თემი და აქეთ კიდე ყოფილა დასათვალიერებელი და ასეთ საექსკურსიო იმას თავაზობენ მაგრამ ახლა გვიან არის უკვე წლის ნახევარია და მაგას ვერ მოახერხეთ არ ვიცი და როგორ გვინდა ჩვენ ვეთფრენზე ფრენა კი აღარ დავდები ვეთფრენზე მეთქი მაგრამ ასეთი იმის ყურება გაუშვა ისა როგორ უნდა გაუშვა უბრალოდ მე მისიგნალებენ არა ესეთი გადასახედია საერთოდ ამერიკელებს უყვართ ასეთი აი ასე კომფორტულად მოწყობა და ანჩენი უკვე ადამიანის მასია დამოკიდებული რომ რანაირად და რო გადახედავს აქაურობას რა აზრები და რა ის მოუვა მაგრამ ჩვენს გადავხედოთ რა მეტი რა საქმე გვაქვს და აი ეს ყვავი დაბოდიალობს იქა და რა უნდა ვერ ხდები და ბარტყები ხო არ არის ეს სადარი ხედავთ აი ვიდეოში აქედან ხედავ და ვიდეოში თითქოს ვერ აჩვენებს თავს აი ვა სადარი რო უყურებ ხედავ იმ ყვავს და ვიდეოში არ ჩანს თუ ვიდეოში ვერ ჩავსვი და ხო არ მივიდე იქ რაღაც საერთოდ ყვავებს მან ხო იციან ხოლმე რაღაც დამალვა იციან ხოლმე და რაღაცა განძი ხო არა აქვს ნაპონი და ჩვენ ხო არ მივიდე და ხო არ ვიპოვთ აბა სადარია აი აგერანე ეს არის ხო არა მოდი მივიდეთ აი ეჭო დადის ის ყვავი და რაღაცა ხო არა ეხლა აი განძი ვახსენე რა ეხლა ამჟამად და პაოლო კოელიოს რო აქვს დაწერილი ალქიმიკოსი და ის რო აქვს ხო მოთხრობა ალქიმიკოსი და გახსოვთ ხო ეს სიუჟეტი ერთი მწყემსი ბიჭი იყო გონი ეგვიპტეში რაღაც რაღაც ქვეყანაში და უნდა ბედნიერი გამხდარიყო ნუ ბედნიერება როგორც წინა ვიდეოდან თქვით ამას მიაჩნდა სიმდიდრე და დაიწყო მოგზაურობა რომ ეს სიმდიდრე ანუ განძი ეს ყველაფერი სადღაც ეგულებოდა უნდა წასულიყო ეს ჩვენი ყვავი გაფრინდა ეს რაღაც სიმბოლურია აი ეს ჩვენი ყვავი აქ დადიოდა და მეც მოდი მივიდეთ მაინც იქნებ რაღაცა მართლა საინტერესო ხო და რას ვამბობდი ხო და ამ ბიჭმა 3 თუ 4 წელი იარა ვიღაცამ უთხრა რომ ეგვიპტეში არისო პირამიდებში ეს განძიო სიმდიდრეო და სანამ იქამდე მივა ხო ესპანეთია გამახსენე ეს თავარი გმირი არის ესპანელი და ვიღაცამ უთხრა რომ სადღაც არის განძი ნუ სიმბოლურად გამდიდები სადღაც ეგვიპტეში იმაში პირამიდებში და აღმოაჩინე ეს განძი და გამდიდები და იქნები ბედნიერები და ეს მე მოდის მე ეს ბიჭი იქ სანამ გზაში მივა 3 წელი მოუნდება იქ შეხვდება ადამიანებს იმას და მე ბოლოს მივა პირამიდაში რაღაც ეძებს და იქ წარწერა თუ ასეთი აზრია რომ
შენი განძი შენ სახშიაო რა. ვერ მიხვდა ეს მე ამის გულს მოვედიო რომ ეს მეპოვაო რომ ეს ინფორმაცია ამეღო და ნუ ეხლა მე უტრირებას ვახსოვს ზეპირად არ მახსოვს მე მახსოვს ის არსი რაც თავარი იყო ამ წიგნის ამ კოელიოს ისი თქმა უნდა და გული დაწყდება რომ ამდენი შრომა ამდენი ისა და ამის გულისთვის მოვედიო რომ ის გეთქვა რომ წადი შენ ქვეყანაში იყავიო ბედნიერიო და ну ასეთი სიუჟეტია და ბოლოს უკვე წევსი ბიჭი დაბრუნდება ესპანეთში როგორ ვთქვათ განაწყენებული რაღაც უიმედოთ ისა და ой საოცრება ჩავა თავის სახში თავის მიდამოებში სადაც გაიზარდა დაიბადა გაიზარდა და რაღაც სიუჟეტებია ой საოცრება ერთი კვირის თუ ორი კვირის შემდეგ თავის სამშობლოში იპოვეს იმ განს და ნუ ეს არის გადატანით ნიშნობით არის მაგრამ პოილიოს ისი თქმა უნდა რომ ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას გამდიდრებას ყველაფერს კახს სხვაგან და ამ დროს სულაც აკჭირდება რა ქვია სხვაგან ძებნა შენი ბედნიერება უნდა იპოვო შენ სახშიო და ამითაც დაადასტურებს რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი ბედნიერებას და სიხარულს და სიმდიდრეს იპოვის თავის სახში და თავის სამშობლოში. ხო ნახოთ რას დადიოდა ეს ყვავი აქა მართლა ხო არ არის რაღაცა სიმბოლური მეგობრებო ამხელა იუტას უდაბნოს სივრცეში აქ არის სიმდიდრე და ბედნიერება როგორ ფიქრობთ ადამიანები დადიან გზას გადაკვეთავენ და ალბათ ვიღა ყველა რაღაცას ოცნებობს ყველა რაღაცა უნდა ყველა რაღაცას ცდილობს ყველა რაღაცისკენ მიისწრაფს ეს გზა მიდის მოაბისკენ ის მთათა სისტემაა მთელი და ერთი მანდაცვად გასასვლელები რა კარგია ძალიან მაგარია და ძალიან ეფექტურია ეს ყვავი არ მასვენებს რა მივიდეთ იქა და მეც რა ტიპი ვარ ვეშვები ამ ყვავს იქნებ რაღაც იმედი საერთოდ როგორ არის ხოლმე იმედი კვდება ყველაზე ბოლოს ყვავა რაღაცა იცი და არ მეუნები გამექცა ამბავი გადავხედოთ აქაურობას და ჩემი სათქმელი ბოლოს თქვათ ეხლა რასაც ვამბობდი დრო ხო არ არის დავბრუნდეთ საქართველოში მაინც ჩვენ ყოველთვის ჩემი ვიდეოებიდან გამოსულ მაგას ვიძახდი რომ ეხლა წეღან მეორდები ისე რომ გინდა წინ წახვიდე რაღაცა მაგრამ უკვე ისეთი სიტუაცია არ ვიცი იმედია სწორდება და უკვე ყოველ შემთხვევაში სხვა არ ვიცი მაგრამ უნდა გვიღიდეს აქ მუშაობა და შენი მუშაობის დაფასებიდან გამომდინარე და რა ვიცი ახლა კოელიოც რო ვახსენე ეძებ ну ამ შემთხვევაში ამ ოღროჩოვას რაღაც შოურებს 10000 რამდენი ხომ 15000 კილომეტრია თბილისამდე და საქართველოსამდე და მე პირადად განს ანუ სიმდიდრეს და იმას სახით ვეძებ აქ ამ ქვეყანაში და მაგრამ ხო არ ჯობია ისე უბრუნდე ჩვენ სამშობლოს და ჩვენ სამშობლოში ვიმოქმედოთ რა ვიცი აი ესეთი ფიქრები მომაწვა მეგობრებო და მეც გაგიზიარეთ მეც სიტყვით ლოდინის რეჟიმში ვართ ეს რაღაც რეგულაციები შემოიღეს და ეს რეგულაციები ну მიხდით რასაც ამბობდა გადავწყვიტავთ ალბათ ამ 60 დღეში გადავწყვიტავთ ამერიკაში ვიმუშავებთ თუ არა და წავალთ ჩვენ სამშობლოში როგორც კოელიოს აქ აღწერილი ალქი კიმიკოში მეგობრებო ბოდიში შეიძლება ცოტა გადატანით მნიშვნელობით ვილაპარაკე როგორ გითხრათ ეზოპეს ენით ვილაპარაკე მაგრამ მოდი ბარემ ცოტა სახალისოც რო იყო ჩვენი ჩვენი გადაცემა ვიქტორინა კითხვას დავსვათ
ეს რეგულაციები რაც ეხლა ამერიკაში ხდება, ну კერძოდ ტრაილერების ძღოლებისა, ტრაილერების ინდუსტრიაში ეს მიმზიდველი იქნება ჩემთვის, აკა გიგენავეთი და ზოგადად ყველა თვითონაც, ჩემ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ? გავაგრძელებ აქ 3 თვე და აქ დავჩები, გავაგრძელებ ჩვეულებრივ მუშაობას თუ დავტოვებ მანქანას და გამოვემგზავრები თბილისში. მე გითხარით რატო? იმიტომ რომ ეს რეგულაციები შეიძლება უკვე სახარბიელო არ იყოს ჩემი მომავალი მიზნების და ჩემი მომავალი მიზნები არის ცოტა 1-2 კაპიკი გააკეთო რომ ამ ფულის წაიღო და საქართველოში დაბანდო, მაგრამ თუ ის არ გაკეთდა ის თანხა რაც ჩაფიქრებულია, მაშინ უკვე მომიწევს ასა. თუ რაღაცა მოვიფიქრეთ და ხარბიელო გახდა ამ რეგულაციების შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ დავჩებთ. ესე იგი კითხვა, დავჩებით 2 თვე ამერიკაში თუ 1 კვირაში წამოვართ უკან. აი ესეთი მარტივი კითხვაა რა. 2 სექტემბრამდე ფიქრობდი დარჩენას და ნუ ტვინი რო არ შეგეჭამოთ კითხვა. აკა დარჩება სექტემბრის ბოლომდე თუ არ დარჩება? ვინც სწორ პასუხს გასცემს, ნუ სწორი პასუხი ალბათ გვეცოდინება 4 დღეში და ვინც პირველი სწორ პასუხს გასცემს, იმათ გადავცემ ჩვენ ტრადიციულად ჩემს წიგს ორეულს. აჩინი რა ვიცი, ანჩენ თავი საწავიდე ხა ისეთ საინტერესო ადგილი რა არის, მაგრამ ძალიან ცხელა და თუ მოსაღამო და რაღაცა საინტერესო იქნება, გადავიღე თუ არა და დაგემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. არა მარტო საერთოდ ზოგადად საინტერესო ვიდეოებამდე. კარგად.